ამ წუთებში ენერგეტიკის მინისტრი ჟურნალისტებს ხვდება კახა კალაძე მიმდინარე წელს დაგეგმილ გაზიფიცირებასა და სხვადასხვა რეგიონში ინდივიდუალური გამრიცხველიანების გეგმაზე ისაუბრებს. ჩვენ ბრიფინგს პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით, როგორც მოგესალმებათ, საქართველოს მოსახლეობის გაზიფიცირების საკითხი ძალიან აქტუალურია და ამასთან წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს, უზრუნველყოფს ბუნებრივ აირზე ხელმისაწვდომობა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით. კომპანიებთან ერთად ბოლო თვეების განმავლობაში ენერგეტიკის სამინისტრო ინტენსიურად მუშაობდა იმ რეგიონების დაბების თუ სოფლების იდენტიფიცირების მიზნით, სადაც შესაძლებელია გაზიფიცირების ღონისძიების გატარება. შედეგად შემუშავდა გეგმა, რომელიც 2014 წლის ბოლომდე 85,000 აბონენტზე მეტი ოჯახის გაზიფიცირებას ითვალისწინებს. გეგმის მიხედვით პრაქტიკულად ყველა რეგიონია მოცული და აღნიშნული გეგმის განხორციელების შემდეგ გაზიფიცირებული იქნება დამატებით 252 სოფელი და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით განხორციელდება ათეულობით მილიონობით ინვესტიცია. გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგს თავად სამინისტრო განახორციელებს. ამასთან დეტალური ინფორმაცია იქნება განთავსებული სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, თუ რომელ სოფლებში იქნება გაზიფიცირების სამუშაოები გატარებული და რომელ დროისთვის იქნება გაკეთებული ეს ყველაფერი. სახლში გაზის შეყვანა დაახლოებით 400-დან 600 ლარამდე ღირს და ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით რეგიონებში მოსახლეობას ამ თანხის გადახდა ძალიან უჭირს. ამიტომ ჩვენ კომპანიებთან მოლაპარაკების ნიადაგზე მოახერხეთ ის, რომ ადამიანებმა რომ ერთდროულად არ გადაიხადოს 400-დან 600 ლარამდე, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება ეს თანხა გაიწეროს რამოდენიმე წელზე და 25 ლარი შეადგენს ამ თანხას. ამ თანხის გადახდის მერე შესაძლებელი იქნება გაზიფიცირება, ანუ გაზის შეყვანა თითოეულ ოჯახში. მე აქ წარმოგიდგენთ დაგეგმილი გაზიფიცირების სამუშაოებს რეგიონების მიხედვით, თუ რამდენი აბონენტის გაზიფიცირება მოხდება. მაგალითად, აჭარაში 2450 აბონენტი, გურიაში 4545, იმერეთი 25428, კახეთი 6579, ცხეთამთიანეთი 3671, სამეგრელო ზემოსვანეთი 12277, სამცხე-ჯავახეთი 9782, ქვემო ქართლი 9868 აბონენტი, შიდა ქართლი 6599 აბონენტი. სულ საერთო ჯამში შეადგენს 86199. ეს სამუშაოები 2014 წლის ბოლომდე დასრულდება. საერთოდ მთელი საქართველოს მასშტაბით დარჩენილია სადღაც 200,000-მდე აბონენტის გაზიფიცირება და 2015 წლის ბოლოსთვის 2016 წლამდე ჩვენ სრულად დავასრულებთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გაზიფიცირების გეგმას. მადლობთ. ხარჯებთან დაკავშირებით შეიძლება დირექტივის და ჭიაბელეშვილის დაკავშირებით კითხავს შეიძლება ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური გეგმა. როგორ შეახერხებთ ამ ორივე სპორტს? პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს ამ ადამიანების დაკავებას. მე მინდა თქვა და ძალიან ხშირად ვამბობ ამას, რომ კანონი არის. ეს გახლდათ ბრიფინგი ენერგეტიკის